საღამო მშვიდობისა მოკლედ გაგაცნობთ დღის იმ მთავარ თემებს, რომლებსაც ვრცლად 9 საათზე ნახავთ. ყოფილი მინისტრი შესაძლოა სკანდალში გაეხვას. ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საელჩო საქართველოში ნოტას აგზავნის და პროკურატურას ექს-მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. გავრცელებული ინფორმაციით ნოტა თურქეთის საელჩოდან არის გამოგზავნილი და მასში დავით კეზერაშვილზეა საუბარი. 9 საათზე ინტერვიუ თურქ ბიზნესმენთან, რომელიც ყოფილ მინისტრს ზეწოლასა და ძვირად ღირებული მანქანების იძულებით შეძენაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე, რატომ არ მივიდა როლანდ ახალაია დღეს დაკითხვაზე. ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას საკუთარ მოთხოვნებს უყენებს და შეკითხვების გადაგზავნას მოითხოვს. 9 საათზე რა კითხვები აქვს გამოძიებას სამეგრელოს ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორის მიმართ. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოწმეები, რომლებიც ახალაიების მამას უჩივიან, ასევე ბიზნესმენი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს. დღეს გახდება ცნობილი, როდის აირჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს. ამ წუთებში ტელევიზიაში სამეურვეო საბჭოს ხდომა იწყება. არ არის გამორიცხული, რომ ბორდმა საკუთარი არჩევანი დღესვე გამოაცხადოს. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭოს მიკერძოებასა და არათანაბარი პირობების შექმნაში ადანაშაულებენ. რა პრეტენზიები აქვთ პირველი არხის ხელმძღვანელობის კანდიდატებს ბორდთან 9 საათზე პირდაპირ ჩართვა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ვინ რას ფლობს მთავრობაში 9 საათზე დეკლარაციების შევსების ვადა, ბინები, სახლები, ავტომობილები, აგარაკები, მინისტრების საკუთარ ქონებას ასაჯაროებენ. ჩამონათვალში ყველას ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ენერგეტიკის მინისტრი უძღვებს. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახეთ ქვეყნის ყველაზე მდიდარი და ღარიბი მინისტრები. ასევე გაიცანით უკვე შევსებული დეკლარაციები. დღის ეს და სხვა მთავარი თემები ზუსტად 9 საათზე, მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დროებით.